სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ბიჭო, სადა ხარ? თამდენი ხარ? შვიდობა დილადია რა. ბიჭო, ეგ თქვენ უნდა მითხრათ, შვიდობაა თუ არა. დილის 7 საათზე დამირეკა, 8 საათზე ჩემთან იყავიო სასტრაფო საქმე მაქვს. დანოყავს. არა, არ მინდა. ეს ვისი არის? სადაა თვითონ? აბაზანაში. ტყუილა თუ მომიყვანა, მოუკლავ მაგას. რა შვებით ლომებო? რა ხდება? რაზე? რა ვიცი, რო გამომაქცია დილად. გეტყვით, ოღონდ ჯერ ჭამოთ რა ძალიან მშვიდ. მოიცა არ მშია, დაიწყე რა. მოკლედ, ვანომ დამირეკა ჩვენმა. ვინ ჩვენმა ვანო? გიგის მამა. ვინ გიგის მამა? რო დაგპატიჟა რესტორანში და შენ რო არ წამოხვედი და მერე? ხო და საქმიანი შემოთავაზება მაქვს თქვენთან. მოიცა აღარ გააგრძელო რა. რატო? ვიცი მე ეგეთი საქმიანი შემოთავაზებები. ფართი, ავეჯის რეალიზაცია, გაერთიანება. ხო ეგენ შემოგთავაზა? ნუ დაახლოებით, ხო. შენ როგორ მიხვდი? კაი რა, ამ ვანოებთან და ლადოებთან ურთიერთობა აღარ შემიძლია ძმაო რა. საქმე აღარ უნდა დავიჭიროთ ეგეთ ხალხთან. მაგრამ კაი კაცია ეს. ღირს დალაპარაკე. გააქვთ კიდე რამე საქმე? არა, მაგრამ კაი, გავიქცი მაშინ რა. რა ჭირს ამას? ირინა. იყავი აქ. აი მე ძლივს, შესლოდინში ყავაც გაცივდა. და საერთოდ რატომ აგვიანებთ ქალბატონო უფროსო? რა მოხდა? რა მოხდა? ძლივს მოვითმინე მთელი ღამე გუშინ რომ შენთან არ დამერეკა. ვიფიქრე ხელი არ შეუშალო თქო. და რაში უნდა შეგეშალა ხელი? შენ სად გაქრი გამაგებინე გუშინ? გეძებდი, მე გირეკავდი, გამორთულია. იცი როგორ ვინერვიულე? მე ეგეთ სიტუაციებში ყურადღება არ მომაქციო, ხო? ცოტა დავლიე შევთვერი და მე აი შენ მომიყევი რაკენი რეზისთან. რა უნდა მეკნა? აი რატო იცი ეს კითხვაზე კითხვით პასუხი მომიყევი რა? არაფერი. გეძებდით და მე დავიშალეთ. უცა, სასმელზე არ დაგპატიჟა? მაგრამ არც მინდოდა დიდად დაგევა. ან სახლამდე არ გაგაცილა, ან რაღაცა რა. არა. მე რანაირი ტიპია რა. აი რაღაცნაირი. არა შეხედავ გესიმპათიურება და მე მგონი მუდოა, ხო? გესიმპათიურება? ჩემთვის არა. ვაიმე, წავედი 5 წუთში პაციენტი მყავს. ბედნიერი დღე. შენც. გასპე. რა? მგონია კობა რომ ვიღაცამ დამწყევლა რა. რა, ირინას ამოვია? ირინას ქმრის. რა უნდა? მისული ვიყავი, რაღაცა უნდა გამერკვია რა. ირინა მიცის? არა, ბიჭო, ირინა ხო ამიკრძალა მაგასთან მიახლოვ. რა გაარკვია?
თავისი პირით აღიარა, რომ შეტევა გაითამაშა. რანაირად ახერხებს, ბიჭო? არ ვიცი. მესმის ძმაო, რომ ეს ქალი უყვარს. და ვერ აიტანა რა, ეხლა სხვასთან რო დაინახა, თან ესეთ მდგომარეობაში. მაგრამ მე თუ ქალი მიყვარს, ყველაფერს ვიზამ ძმაო, რომ ბედნიერი იყოს რა. შენ შეეშვებოდი? თუ დაეხმარება კი, მაგრამ ხო ვიცი რომ ეგრე არ არის. ეგ რას აპირებ ამ? არ ვიცი, ირინამ ყველა მისასვლელი გზა მომიჭე. იქნებ გეთქვა ეს ყველაფერი. მე ვის დაუჯერებ შენი აზრით? ნუ ქმარს. ხო და თან როცადი ადრე თქმა ისეთი ამბავი ამიტეხა. ვიცი. კასპერ. ვიცი რთული იქნება ძმაო, მაგრამ ერთადერთი გზა არის თავის დანებება რა. ვიცი. აუკობა. სუიადას რამე სისულელი არ გააკეთებია. თავს მიხედ. ამზენი ხანი რატო არ მიგები? ჯوار მესმოდა, მოდი რა. ბოლო აქციებით გავხდა ეს. აუ, რა მაგარი ხარ. მაგრამ შენი ხელმოწერა მაკლია. 5 წუთი მაცალე და ეხლა მოვა. მანდადე რა. სად უნდა დავდო, ბიჭო, რას გავს აქაურო? აი, იცი როგორ მომიდა დღეს ბლინების გამოცხობა? და როდიდან გიყვარს ეს ბლინები? ჩვეულებრივი კი არა, განსხვავებულია. კარგად ხარ? ო, მაგრად. ასე კარგად გინახი ვარ? მეგონა შეეშვა. გინდა? არ მინდა, მადლობა. აი რა. მოხარ ეგეთი დაძაბული, ცოტა მოეშვი. მომისმინა, ბიჭო, რა უნდა გითხრა? ისე ბარმენისგან იყიდე? არა, იმან გადავაგდო. ვიღაცა ვიპოვე. ჯوار გეშინია. ბრისი? დამოკიდებულების. აი ეს ყველაზე დიდი დამოკიდებულებისგან მათავისუფლებს. ანა! ბიჭო, მე როდის უნდა დაივიწყო ეს ანა? უკვე ყველა და ყველაფერი დავივიწყე ძმაო. კარგი, მოეშვი რა ცოტა რა. მედი. აი მე ჩქარება ახლა უნდა გავიდე. მედი რა. მედი. ბებო, მე მგონი შენი ბლოკნოტი გრჩება. მაინც ვერ გავიგე ეს ბლოკნოტი რადგინდა იქა. მასწავლებლის შენიშვნებს ვიწერ. და ტელეფონი ხო გაქვს იქ ვერ ჩაიწერ? ხელით რო წერ, უფრო მომახსოვდება. დედა რა ჭკვიანი ეს გავში. მიდი გაიქეცი მოიტანე. მიდი. კობა. ილაშვიდობის. როგორ ხარ? კარგად, შემოდი. არა, ელენეს მომაკითხე, ჭადრაგზე უნდა წავიყვანო. აი, იცვამს და გამოვა ეხლავე. კარგი, თქვენ მოდაველოდები. არა, მოიცოდე ქვემოთ რატო უნდა დაელოდო, შემოდი. რა ვიცი, მარიამი არა ახლა. ტერიტორია თავისუფალია. კარგით. კობა, ჩაი აყავა ფორდიდა. არა, მადლობა.
მამიკო, რა ლამაზი ხარ, ჩემო სიყვარულო. ნახე ჩემი ოთახი. ულამაზესია. მა დაგოგვიანდება წავედით, ხო? წამოჩავთრო. მიდი. მოგწონს? ვი, მა ულამაზესია. მამა შეგიკლავ, მამიკო. მოგწონს აქ ცხოვრება? წინაზე პატარა ოთახი გიმაქვს, მაგრამ კაია. მე და სულ ყველანი ერთად დიდ სახლში გადავიდეთ. აუცილებლად. წავედით. დიახ. კი, რა თქმა უნდა. აი ხო ხვდები ზუსტად გიორგის ხელს მოაწერს და ხვალიდან უკვე ძალაში შევა. არა, არ ვიცი, რას ამ